სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოქალაქეებს ნიკოლოზ რურუასგან, რატომ აქვს ნაციონალურ მოძრაობას წვდომა მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საკითხის შესწავლა დაიწყო, რას აცხადებს თამარ ქალდანი და დაინტერესდება თუ არა ფაქტით აუდიტის სამსახური. რეზი ხუციშვილი გიამბობთ. თათო გვარიშვილი ერთ-ერთია, ვინც ნაციონალური მოძრაობის მაჯორიტარობის კანდიდატის ნიკოლოზ რურუასგან მხარდაჭერის თხოვნა ჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო, შემდეგ კი სატელეფონო ზარით. აინტერესებს საიდან აქვს მთაწმინდის მაჯორიტარობის კანდიდატს სატელეფონო ბაზებთან წვდომა. ორჯერ მივიღე SMS-ი ნიკა რურუა, ესე წერია თავზე. და მოგვიწოდებს რომ მოვიდეთ მეორე ტურზე და ხმამიცეთ ოპოზიციის კანდიდატს და არ ჩაუგდოთ ძალაუფლება ერთ პარტიას ხელში. ასევე განხორციელდა ზარი დაფარული ნომრიდან. ავიღე მომესალმა ჩვენი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ რურუა, თავიდან ვერ მიხდური ჩანაწერი იყო და მეც მივესალმე. მოკლე ტექსტური შეტყობინება ნიკა რურუას და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის თხოვნით მიიღო ბუტარო ბაქიძის დედა იამეტრებელმაც. მისთვის გაუგებარია, საიდან აქვს ნიკოლოზ რურუას სატელეფონო ბაზები. მიაჩნია, რომ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნა უკანონოდ ხდება და მისი უფლებები ირღვევა. იამეტრებელმა ბოლოს ასეთი შეტყობინება კიდევ ერთხელ გუშინ მიიღო. მე არ მიმაჩნია ეს კანონიერად, რა თქმა უნდა და მე მიყვარს სამდერხმას რატო ვერ მოხერხდა ამის გარკვევა. ჯერ ის რომ მე მივიღე რურუას მესიჯი ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს და მეორე ის რომ მე არა ვარ თაწმინდის სამომრჩეველი. როგორ მოხვდა ნიკა რურუას ხელში პირადი ეს მონაცემები. რატომ ან საიდან აქვს პერსონალური მონაცემები ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს და რატომ ეგზავნებათ მხარდასაჭერი შეტყობინებები მოქალაქეებს. ნიკოლოზ რურუას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. ამბობს, რომ ეს საკითხი სისულელეა და კომენტარზე უარს აცხადებს. რატომ ნიკა თქვენი ჩაწერა გვინდა SMS-ებთან სატელეფონო ზარებთან. იცით რა, ეს აბსოლუტურად სისულელეა და მოდით ამაზე დროს მოგამაგაგინებთ ამ ცალკე რა. კარგი? ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების კანონიერების საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა. თამარ ქალდანის თქმით, მათ უკვე მიმართეს დეპუტატობის კანდიდატს ნიკოლოზ რურუას მიაწოდონ საიდან აქვს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები. ჩვენ მივმართებთ ბატონ ნიკა რურუას და ველოდებით მისგან დამატებულ ინფორმაციის მოწოდებას, მათ შორის იმასაც, უშუალოდ ფლობს თუ არა სატელეფონო ნომრებს, რა ნიშნით შეარჩია არ მოიპოვა ეს სატელეფონო ნომრები და თუ თქვა არ ფლობს რომელი კომპანიის დახმარებას იპოვებს, დახმარებას იყენებს ასეთი ტიპის კომუნიკაციის განხორციელების დროს. არაერთმა მოქალაქემ მოგმართა კითხვით, საიდან შეიძლება მათი ნომერი ყოფილიყო იმ მონაცემთა ბაზაში, რომლის დამუშავებასაც სავარაუდოდ აქვს ადგილი და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორისთვის პასუხი ჯერ არ გაუწია. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე სარეკლამო კომპანიამ ნიკა რურუას სახელით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად მოქალაქეთა პირადი ნომრების ბაზა უკანონოდ გამოიყენა, მას 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ნიკოლოზ რურუას პასუხის გაცემა აუდიტის სამსახურისთვისაც მოუწევს. ლაშა თორდიას უწყება ამ საკითხის შესწავლას გეგმავს.